20 სექტემბერს ჩვენ უნდა დავორგანიზდეთ და რა თქმა უნდა უნდა ვანახოთ ძალიან დიდი მასშტაბური აქცია ჩვენს ქვეყანას კი არა მსოფლიოს. არ უნდა გვაჯობონ ეგრევე ვთქვათ, რომელი ქვეყანაა ეს ფლამინგოების გამო რომ იგლისის სიგوار შეუცეს. ალბანეთი. ხო, ალბანეთმა აი ფლამინგოები ცხოვრობენ აქო და მაგის გამო გარემოს დაცვის სამინისტრო იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია რომ ფლამინგოებსო ყუდროება ერღვევათო. გამიგეთ? აქ რაღაცა ეროვნულ ღირებულებებზე კი არისო კაცო. ჩიტებზე იყო საუბარი და მაგით მიაღწიეს მიზანს. ჩვენ რა გვაქვს წანის სისტემა ისეთი რომ ჩვენ წინაპრებს აქ სისხლი დაღურილი. და რა ფლამინგო, რა ჭილყვავი კაცო. აქ ჩვენ რა გვაქვს ისტორიული თემა. რომელიც არ უნდა გასხვისდეს და всё დამთავრდა ეხლა. ამდენი რომ უხსნათ ჩვენ თითოეულ ადამიანს საქართველოს მასშტაბით მართლა გადავიტვირთებით და გადავიწვევით. აგერ ვიძახით, ეს არის ჩვენი ისტორიული მტრების წინააღმდეგ გასამართი საპროტესტო აქცია. რომ დავანახოთ იმ ადამიანებს, რომ ბიჭო რა ვია, ეგ ინვესტიციას ვეცადე. არ მინდა და всё რა. მიუხედავად იმისა, რომ შემხარეზეა ჩემი ქვეყნის მთავრობა, დროებითი მთავრობა, რა თქმა უნდა. ხო და ეს ყველაფერი კარგად იყო გაჟღერებული ჩვენი ლიდერებისგან და იმ ადამიანებისგან კიდე რა ვიცი, რამოდენიმე რა კახი ხუციშვილმა თქვა, რამოდენიმე სიტყვა გიორგი კარჭაულმა თქვა იქ თავის სათქმელი სიტყვა და რა თქმა უნდა ეხლა მოწოდების დონეზე უკვე აი მირზა გიორგი მოწოდების დონეზე ერთი და იგივე ადამიანს რო ეუბნები რომ ბიჭო აი შენ უნდა იქართველო რავი უკვე სირცხვილიც აი ეუბნები ამ ეს ვფიქრობ რა არ მეთანხმები ძმა აი ეს უკვე იგეთი თემაა რომ ბიჭო აი ყველაფერს ხელის გულზე დიდებთ რა ხდება ამ ქვეყანაში და კიდე რომ ეუბნები რა მოდი აი უნდა დაგიბუქსირო რომ იქ წაგიყვანო კაი რა სირცხვილი რაში გჭირდებათ ბიჭო აი მოდი თქვენი მოვალეობები თქვენი ქართველობა ასრულეთ და ნუ გახდებით ისეთ რომ ხელი ჩაფრევები იყოთ რა გამიგეთ ეგ მემცხენია უკვე კაცო რავი აი როგორი რაღაცაა მოდი ერთ მაგალითს მოვიყვან ჩვენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გვინდოდა LGBT თემები ხო პროპაგანდა რომელიც მიმდინარეობდა წლები ტელევიზიებით რავი შოუებში იმაში და მაშინვე ვიძახით რომ ეს არის ჩვენი მომავლის დაღუპვის თემა არ შეისმინა ხალხმა და მე მოგვიწია დიდ მასშტაბებიანი გამოსვლები აქამდე ნუ მივალთ კაცო მოდი ეს სათავეში ეხლავე გავაკეთოთ რომ მე არ გადაიზარდოს ეს რაღაცა მართლა აი ძალიან რაღაც სიგიჟეში და საშინელებაში და ჩვენ შვილებზე არ აისახოს რა მაგას გეუბნებით მეტი არაფერს არ გეუბნებით სანამ პრობლემა პატარაა მოდი ეხლავე მოვაგვაროთ ვიდრე მე ეს პრობლემა იმხელაზე გახდეს იმხელა გახდეს რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილების რავი სისხლით მოსაგვარებელი გახდეს რა ამაში გეძახით მეტი არაფერი არ არის